რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით, ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ მუზეუმში დაცულ ისტორიულ დოკუმენტებზე, რომელთა შესახებაც ვრცელი სტატია მოამზადა მუზეუმის ყოფა ეთნოგრაფიის ფონდის მცველმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა ლალი ჭითანოვამ. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა უთხრა მას და შემოგთავაზოთ რადიო ვერსია ამ სტატიის, სადაც დეტალურად არის აღწერილი ის მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომელიც ინახება მუზეუმის ფონდსაცავებში. შემეცნებითი პროცესის დროს ადამიანი აღიქვამს რეალურ სინამდვილეს, უშუალოდ განიცდის საგანს. სინამდვილის რეალური აღქმა კი საშუალებას აძლევს იმოქმედოს დამოუკიდებლად. შემეცნების კომუნიკაციის ჯაჭვში კი ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს ისტორიული წყაროები, რომლებიც უშუალოდ ასახავს ისტორიულ პროცესს და წარსულ მოვლენებს. ეს უდაოდ სინამდვილის რეპრეზენტაციისათვის შესაძლებლობას იძლევა. ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა, რომ წყაროთა არც ერთი დარგი არ შეიცავს ისეთ უხვ და მრავალფეროვან მასალას, როგორიც საბუთებში გვხვდება. მართლაც, ისტორიული დოკუმენტები მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან კონკრეტული დროის პოლიტიკურ-ეკონომიკურ, სამართლის თუ კულტურული მდგომარეობის შესახებ. საბუთებში ვიპოვით მრავალფეროვან მასალებს, არა მარტო ისტორიის, არამედ ენის, დიალექტების თუ სხვა ძველი ფორმების ნაირფეროვნებაზე, რაც დააკმაყოფილებს დაინტერესებულ პირთა ფართო აუდიტორიას. დოკუმენტების კვლევა, შესწავლა, ტექსტის დადგენა, გააზრება ეს დიდი ფუნდამენტალური შრომის შედეგად ხდება, რომელსაც ემსახურება ისტორიული დოკუმენტების შემსწავლელი სამეცნიერო დარგი, სიგელთმცოდნეობა, ანუ დიპლომატიკა, რომელმაც არაერთ მნიშვნელოვან მასალას მოფინა ნათელი და სამეცნიერო საზოგადოებისათვის გახადა აქტუალური. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთ სიძველეთ საცავში დაცულია 70,000-მდე ქართული დოკუმენტი. გამონაკლის არც დადიანების სასახლე წარმოადგენს, სადაც დაუნჯებულია ისტორიული დოკუმენტების საკმაოდ მდიდარი კოლექცია. სიგელგურჯები, ნასყიდობისა და წყალობის სიგელები, პირობისა თუ ფიცის წერილები, სასისხლო საბუთები და სხვა. მუზეუმში დაცული საბუთებიდან მე-18 საუკუნეს განეკუთვნება 17 დოკუმენტი. მათ შორის 14 გაცემულია ოდიშის მთავართა მიერ, ხოლო უმეტესი ნაწილი მასალებისა მე-19 საუკუნის პირველი ნახევრისა. ამჟამად თქვენ წინაშე, რა თქმა უნდა, ყველა დოკუმენტის დეტალურად განხილვას ვერ შევძლებთ, მაგრამ წარმოგიდგენთ რამოდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელთა შესახებაც სათითაოდ მცირე ინფორმაციას მოგაწვდით. მე-18 საუკუნის ოდიშური დოკუმენტები დადიანების კოლექციიდან. მე-18 საუკუნის ბოლოს განეკუთვნება წყალობის წიგნი გიორგი ბატონიშვილისა, ქაიხოსრო გელოვანისადმი. სავარაუდოდ 1788-1792 წლებს განეკუთვნება. გიორგი ბატონიშვილი თავრის გრიგოლ დადიანის ნებითა და ბრძანებითა აძლევს ქაიხოსრო გელოვანს, ხოსიელა კაჭკაჭიშვილს და მის შვილებს. წიგნი დაწერილია გიორგი ჩარკვიანის მიერ. ბოლოში დასმულია ბეჭედი. მასალა ქაღალდი. 2 გვერდი, ზომა 18.5-32 სანტიმეტრზე. დაწერილია მხედრულად, გაკრული ხელით, შავი ტუშით. დიახ, რაც არ უნდა დღეს 21 საუკუნეში უცნაურად გვეჩვენებოდეს, ბატონიშვილი საჩუქრად ადამიანებს გასცემს. 1780 წლით დათარიღებულია წყალობის წიგნი გრიგოლ დადიანისა, ბერი გელოვანისადმი. საბუთი დაწერილია მღვდელ სიმონ ჩიქოვანის მიერ. გრიგოლ დადიანი და მისი მეუღლე ქართლ-კახეთის მეფის ასული ნინა და მათი შვილები ლევან და გიორგი აძლევენ ბერ გელოვანს ჩარკვიანისათვის ჩამორთმეულ წიფერჩის ციხეს და მათ კუთვნილ გლეხებს წიფერჩში, ლარჩვალსა და ლეხონაში. მასალა ქაღალდი, 3 გვერდი. ზომა 68 სანტიმეტრი 59 სანტიმეტრზე. დაწერილია მხედრული, გაკრული ხელით. აქვე წარმოგიდგენთ 1780 წლის 22 მაისით დათარიღებულ წყალობის წიგნს გრიგოლ დადიანისა, ბერი გელოვანისადმი. საბუთი დაწერილია მღვდელ იოანე ოქროპირის მიერ და დამოწმებულია ბეჭდით. გრიგოლ დადიანი ბერ გელოვანს აძლევს ასათიანისეულ მახაშელ გლეხებს.
აქ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო უშუალოდ ტექსტზე, რომელიც ასეთნაირად გამოიყურება: დაუსაბამოსა და დაუსრულებელსა ღვთისა, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა მადლით და ძლიერებითა, ესე მტკიცე და უცვალებელი წყალობის წიგნი გიბოძე მე ღვთის მიერ კურთხეულმან და ამაღლებულმან, დადიანის კაციას ძემან, დადიანმან გრიგოლმან, შენ ჩემს ერთგულს ყმას, სარდლის და მოურავის ძეს, გელოვანს, ბერს და ძეს შენსას კაციას და როსტომს, ასე რომ მახაშს ასათიანისეულ გლეხი, მთხოვე და ქრთამიც მომართვი და გიბოძე სტეფანე ხუცესი, ლაზარე ხუცესი, გოდალე და სვიმონიკა სილაგაძენი, მათის ცოლშვილით, სახკარით, ჭურმარნით, ადგილ მამულით, სათიფ საყანით, ტყით, წყლით, ეკლესიის კარით, საძებარ უძებრით, რისიც მქონებელი იყვნენ ყოველთავე უკლისად გვიბოძებია და გვყავდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩემს ერთგულებაშით. აწივინცეს ჩვენი ბოძებული წყალობის წიგნი შენ შეგიშალოს, ისემს შვილებმა ჯულის ქრისტიანობისაგან და მასამც რისხვას თვით დაუსაბამო ღმერთი და ყოველი მისი წმინდანი ზეცისანი და ქვეყნისანი, ხორციელნი და უხორცო, შეჩვენებულიც იქნება 12-თა მოციქულთაგან, 4-თა პატრიარქთაგან და შვილთა კლრებათაგან, სულით და ხორცით, აწ და უკუნისამდე. კაცთაგან არის ამის მოწამე, მოურავი გელოვანი ქაიხოსრო, მისი ძმა გელოვანი მანუჩარ, ჩიჩუა, გოგია ფაღავა, მურძაყან, ჩიქოვანი ბააკა და ოტია, ასათიანი ზაალი და მისი შვილი ვახტანგ. სხვა სული მთელი ჩვენი კარის დეგნი. მე მღვდელს იოანე ოქროპირს დამიწერია ქორონიკოს აღიწერა მაის. დამტკიცდა ბეჭედი გრიგოლ დადიანისა ბეჭდის ლეგენდა მხედრული დადიანი გრიგოლი. აი ესეთი შინაარსის საბუთები ჩვეულებრივი დასტური იყო იმისა, რომ ერთი ადამიანი ფლობდა მეორე ადამიანს. დიახ, ეს ხდება მე-19 საუკუნის დასაწყისში, მე-18 საუკუნის მიწურულს. უბრალოდ კონკრეტულად ეს სიგელი, რომელიც მე ახლა წაგიკითხეთ, არის 1780 წლით დათარიღებული, ანუ მე-18 საუკუნის მიწურულს. აქ ჩვენ მოგვიანებით გავეცნობით საბუთებს, რომელიც უკვე მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით არის დათარიღებული და თქვენ ნახავთ, რამხელა სხვაობაა ამ საბუთებს შორის. კაცობრიობისათვის მცირე დროის მონაკვეთში 50-60 წელი როგორ იცვლება დოკუმენტების შინაარსი. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს კვეთრის ცვლილება განპირობებულია იმით, რომ დავით დადიანმა, ევროპაში განსწავლულმა სამთავროს ახალმა თავკაცმა ინება სწორი რეფორმების განხორციელება და სწორი გზით, ევროპული განვითარების გზით სიარული. 1789 წლით დათარიღებული წყალობის წიგნი გრიგოლ დადიანისა, ქაიხოსრო გელოვანისა და მისი ძეებისადმი. საბუთი დაწერილია მღვდელ იოანე ოქროპირის მიერ. გრიგოლ დადიანი მოურავ, ქაიხოსრო გელოვანს, მის შვილებს ბერსა და გიორგის უბოძებს ორგულ იოანე ჩიქოვანისეულ სახკარს, ადგილმამულს, რისი მქონებელიც იყო. ამ საბუთზე უკანა მხარეს გადაწევებულია თეთრ ქაღალდზე დაწერილი საბუთი, უცნობი პირის წერილი ბერი გელოვანისადმი, სადაც ხელმარცხნივ წერია თარიღი 1827 იანვარი. სავარაუდოდ ეს თარიღი გადაწევებული საბუთისაა. საბუთი არის ქაღალდი, გრაგნილი, ორი გვერდი, ჭვირნიშნიანი, 33-38 სანტიმეტრზე ზომის, დაწერილია შავი ტუშით. ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი საბუთი, რომელიც მუზეუმში ინახება, გახლავთ 1728 წლით დათარიღებული წყალობის წიგნი ოტია დადიანისა მამუკა ანჯაფარიძეებისადმი. ოტია დადიანი მამუკა ანჯაფარიძეს უბოძებს ძაძამიას, მისი სახკარით, ჭურმარნითა და ცოლშვილით. დედანი დაზიანებული ყოფილა და როგორც ჩანს, გადამწერს ეს დაზიანებული ადგილები მრავალი წერტილებით აღუნიშნავს. ერთი პირი ჩართულია მე-19 საუკუნეში გადაწერილი საბუთების კრებულში. დათარიღების საფუძველია ოტია დადიანის ზეობა, ხანა 1728-1752 წლები. ეს ეხება ამ საბუთის B და G მასალებსაც. ესე წყალობის წიგნი სამკვიდრო, გიბოძე ჩვენ ბატონმა დადიანმა ოტიან შენ ანჯაფარიძეს მამუკას ამა პირსა ზედა, შეგიწყალე და გიბოძე ძაძამია მიპართო, მისი სახკარით, ჭურმარნით, ცოლშვილით, მიბოძებია და გიბედნიეროს ღმერთმან ჩემს ერთგულებაშით. ასეთი ტექსტით არის დამშვენებული ეს დოკუმენტი.
ბოლო საბუთი, რომელიც მე-18 საუკუნით არის დათარიღებული, მინდა გაგაცნოთ, ეს გახლავთ 1760 წლის 25 მარტით დათარიღებული შეწირულობის სიგელი იმერეთის მეფე სოლომონისა ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვრისადმი. სიგელი შედგენილია არქიმანდრიტ სილიბისტრო ღოღობერიძის მიერ. მეფე სოლომონ, მისი მეუღლე მარიამ დადიანი და ძე ალექსანდრე ხელახლა უბოძებენ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ხონელ ჭამჭანიძეებს. თავად დაუსაბამოსა ღვთისა მამისა ძისა და სულისა წმინდისა და შუადგომლობითა უბიწოსა მის ხსნისა ჩვენისა შუადგომლისა მარადის ქალწულისა მარიამისათა ძლიერებითა ცხოველის მყოფელისა გულისათა წინასწარმეტყველისა იოანესითა წინასწარმეტყველითა მოციქულთა მღვდელთ მოძღვართა და ყოვლისა მოწამეთა ღვთისათა ესე ამიერისაგან უკუნისამდე გასათავებელი სიგელი მოგართვის შენ თავარ მოწამეს ილორის წმინდა გიორგის ჩვენ ოხათა შენსა მინდობილმან იესიან დავითიან სოლომონიან პანკრატოვანმან ღვთივ ცხებულმან პატრონმან მეფე სოლომონ და თანამეცხედრემან ჩემან ბატონმან დედოფალმან დადიანის ასულმან მარიამ ძემან ჩემან ალექსანდრემ და ასე და ამან პირსა ზედან რომ ძველად ჩვენთან მამა პაპათთაგან ხონს ჭამჭამიძენი თქვენი შეწირული იყო მერმეთ ჟამთა ვითარებისაგან საერისკაცოდ გამხდარიყო ახლა ვიგულისხმოდგინეთ და ხელახლა შემოგწირეთ რაც ამ ჩვენს ქვეყანაში მამული შენი შეწირული იყო მოგართვით საცა ხელი შეგეივდო და ისევ თქვენს წინამძღვარს ანდრია ჩაჩავას და მის შვილს დავითს მოგაბარეთ აც რამაც ძემან კაცისამან შენს ტაძარს ესე ჩვენგან შეწირულმან მოუშალოს საერისკაცოდ გახადოს ან შლად ხელყოს და გამრავალხვას მეფემან ან დედოფალმან დიდმან ან მცირემან მასამც რისხვას სამების დიდებული ღმერთი და ძისა ღვთისა უბიწოდ მშობელ ქალწული მარიამ ანგელოსნი და მთავარანგელოსნის წინამორბედნი იოანე და ყოველნი წმინდანი ღვთისანი ზეცისანი და ქვეყნისანი